დიდება უფალს. ჩვენ წინამსახურებაზე, რაზეც ვლაპარაკობდით, მინდა დღეს გავაგრძელო. ჩვენ ვლაპარაკობდით რომაელთა მე-12 თავიდან პირველი ორი მუხლის ირგვლივ საუბრობდით და წერია აქ ასეთი სიტყვები. ამიტომ გევედრებით ძმებო, ღვთიური თანაგრძნობის მეშვეობით წარუდგინეთ თქვენი სხეულები ცოცხალ, წმინდა, ღვთისთვის სასურველ მსხვერპლად, ანუ თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ წუთის ოფელს არაბედ გარდაისახეთ თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთისნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩვენ მეორე მუხლზე გავჩერდით და ვლაპარაკობდით, რომ ნუ მიესადაგებით ამ წუთის ოფელს. რა ვიგულისხმეთ ამაში ჩვენ, რომ ამ წუთის ოფლის სისტემას, მის მოძღვრებას, მის სწავლებას, მის ფასეულობებს ნუ მიესადაგებით, როდესაც გვეუბნება წმინდა წერილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა მოვექცეთ აი ამ წუთის ოფლის სისტემის გავლენის ქვეშ. ყველა ადამიანი ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა. შეიძლება ზეგავლენა იყოს კარგი, შეიძლება ზეგავლენა იყოს ცუდი. ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ წინამსახურებაზე. ჩვენ დღევანდელ დღეს ამ ქვეყანაზე ვცხოვრობთ, ამიტომ ჩვენ თავს არ უნდა მივცეთ იმისი უფლება, რომ ზეგავლენა მოახდინოს აი ამ წუთის ოფელმა ჩვენზე. ზეგავლენა მოახდინოს მისმა აზროვნებამ, მისმა ცხოვრების წესმა, მისმა მორალმა, მისმა ზნეობამ, იმიტომ რომ მორალური კანონები იცვლება, თაობები იცვლება და მორალური შეხედულებების და კანონების იცვლება. შეიძლება ადამიანები დღეს იყვნენ ისეთ პოზიციაში, რომ ზეგავლენას ახდენდნენ ადამიანებზე, გამოჩენილი ადამიანები, პოლიტიკოსები. შეიძლება ადამიანებს, როდესაც ყოველდღიურად მიჩერებიან ამ ადამიანებს სხვადასხვა სფეროში, შეიძლება მათ თავიანთი მიმდევრები და თაყვანისმცემლები წყავს, მაგრამ შემდეგ გებულობთ, რომ ამ გამოჩენილ ადამიანმა ცხოვრებაში ვიღაცა ოჯახი დაანგრია, ვიღაცას ამორალური ცხოვრება ჰქონდა, ვიღაცისთვის ისინი გმირები არიან, მაგრამ ვიღაც შეიძლება მათი ზეგავლენის ქვეშ ექცევა და თვითონაც ანალოგიურად ცხოვრებაში, როცა ვიღაცის ზეგავლენის ქვეშ ხარ და მისი ცხოვრების წესს იზიარებ, შეიძლება ანალოგიური შენ ჩაიდინო შემდეგ ცხოვრებაში და არაფრად არ ჩათვალო, იმიტომ რომ ზეგავლენის ქვეშ ხარ. ამიტომ წმინდა წერილი ჩვენ გვეუბნება, რომ ნუ მიესადაგებითო ამ წუთის ოფელსო, მაგრამ გარდაისახეთ თქვენი გონების განახლებით. ჩვენ უნდა აი ამ მუხლს მივაქციოთ ყურადღება და მინდა აი ამის შესახებ ვისაუბროთ ჩვენი დარჩენილი დრო აი ამ მსახურებაზე. სულიწმინდა ამ გარდასახვას, რასაც გველაპარაკება ჩვენ წმინდა წერილი, ეს გარდასახვა, ეს არის გარეგნული ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც შინაგანი ცვლილებებიდან მოდის. როცა ვლაპარაკობ ჩვენ გარდასახვაზე, ძვირფასებო, სულიწმინდა ამას აღწევს ჩვენი განახლებული გონების მეშვეობით, იმიტომ რომ წერია, როგორც წავიკითხეთ მეორე მუხლში, რომ ნუ მიესადაგებით ამ წუთის ოფელს არაბედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შევიცნოთ რა არის ღმერთის ნება. აი ამ მუხლზე კონკრეტულად მინდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება, რომ გარდაისახეთ თქვენი გონების განახლებით. განახლებულ გონებას დიდი როლი უკავია ქრისტიანი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. განახლებული გონება, ზრფასე განახლებული გონების მეშვეობით ჩვენ გებულობთ ღმერთის ნებას ჩვენ ცხოვრებაში. მინდა ამის შესახებ ვილაპარაკო ზრფასებო მე და ორი რამ, რაზეც მინდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. ეს არის და ძალიან ფრთხილი მინდა ვიყო ახლა ამ საკითხში, რაც მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის პირველი რაც მინდა გითხრათ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბიბლია ჩვენ გველაპარაკება ღმერთის ნებას. ყველა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის. თუ ავიღებთ ჩვენ ქვეყნიერებაზე, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ბიბლიაზე შეიძლება ჭკვიანად უნდა რომ წარმოჩინდეს. შეიძლება ადამიანებს დღევანდელ დღეს ქვეყნიერებაზე თავიანთი ცხოვრების პერიოდში, თუ კი ისინი არ ეთანხმებიან წმინდა წერილს და ცხოვრებას თავისებურად აწყობენ, ფაქტიურად გამოდის, რომ მათ ბიბლიაზე ჭკვიანები გონიათ თავი და ბიბლიაზე უფრო ჭკვიანად უნდა წარმოაჩინონ საკუთარი თავები. მაგრამ წმინდა წერილი ჩვენ გვეუბნება ძვირფასებო, როგორც ამბობს იაკობიც, რომ მოიშორეთო ყოველგვარი უწმინდურება, ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვაო, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, შემოძრფასებო, ხშირად მიდის ხოლმე ლაპარაკი, რომ ჩვენ თავისუფლები ვართ, როცა რჯულზე და მადლზე მიდის ხოლმე ლაპარაკი,
იაკობი ძვირფასებო, იაკობის წერილები ერთ პერიოდში ვიღაც რეფორმატორების მიერ არ იყო მიჩნეული ღვთივსულიერად, იმიტომ რომ იაკობი როდესაც ლაპარაკობს, ის ლაპარაკობს მკაცრად ცოდვის წინააღმდეგ. და როცა რჯულზე ლაპარაკობს, შემოძვირფასებო, ასეთი სიტყვა აქვს მას, ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ რჯულს და რჩება მასში, მომსმენი ამვიწყებელი კი არ არის, არამედ საქმის მქმნელი, კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში. იმიტომ რომ წინა მუხში ძვირფასებო, ის ლაპარაკობდა იმ უწმინდურებებზე, რომელიც შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში იყოს დარჩენილი, რომ მოიშორონ ეს. ლაპარაკობს იაკობი რჯულზე, სრულყოფილ რჯულზე. თუ ადამიანი იქნება და იქ ისეთი მომენტები არის, შეიძლება ერთი მხრივ ვივიჩნიოთ, რომ იაკობი რჯულისკენ ხომ არ იყო გადახრელი, მაგრამ არა შემოძვირფასებო, როდესაც რჯულზე მიდის ლაპარაკი წმინდა წერილში, რასაც მოციქული პავლეც ეწინააღმდეგებოდა, როგორც ვამბობდით, წინამსახურებაზეც გავიხსენეთ ეს. პირადად მოციქული პავლეს მოძღვრება, როცა მადლზე და რჯულზე ლაპარაკობდა, განაპირობა იმან, რომ იუდეველები, მორწმუნეები, ქრისტიანები პირველ საუკუნეში ვხედავთ ჩვენ, რომ ისინი წინა დაცვეთის პრაქტიკას ჰქონდათ მათ, რჯულსაც იცავდნენ და როცა ამას შემდეგ წარმართებში ავრცელებდნენ და მოციქული პავლე, რომელიც წარმართა მოციქული იყო, ის როდესაც ისმენდა ამ ყველაფერს, ის ილაშქრებდა ამ ცრუ მოძღვრებების წინააღმდეგ და ილაშქრებდა იმის წინააღმდეგ, რომ იუდეველები ცდილობდნენ, რომ წარმართი მორწმუნეები წინა დაეცვეთათ, რჯული მათ დაეცვათ და როდესაც შეიკრიბნენ მოციქულები იერუსალიმში, მინდა ყურადღება მოექცოთ, ვათ ყურადღება არ გაუმახვილებიათ არც ერთ პუნქტზე და თქვენს იმ ტვირთის ტარება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ვერ შეძლეს, რატო უნდა დაედოთ წარმართებისთვის და მათ შეიმუშავეს და მხოლოდ ერთი რაღაც თქვენს, რომ დამრჩვალი ანუ სისხლიანი არ ეჭამათ მათ, შეეკავებინათ თავი კერპთაყვანისმლური საკვებისგან, დანარჩენი შემოძვირფასებო წარმართებისთვის მათ ზედმეტი ტვირთი არ დაუდიათ. შემდეგ მოციქული პავლეც დადიოდა ბარნაბასთან ერთად და მოციქულთა დებულებებს, რომელიც შეიმუშავეს, უქადაგებდა ხალხს. როცა რჯულზე მიდის ლაპარაკი მოციქული პავლე წინააღმდეგებოდა ძვირფასებო, რა თქმა უნდა, რჯულის იმ ელემენტებს, რომელიც ძვირფასებო იყო წინა დაცვეთა, წესების დაცვა, მაგრამ ჩვენ რჯული და მცნება უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. ცნება არ გაუქმებულა. ცნება არ გაუქმებია ძვირფასებო, არც მოციქულ პავლეს, არც იაკობს და იაკობის სიტყვას თუ ჩავუკვირდებით ჩვენ, ეს მუხლი ამბობს, რომ სრულყოფილი რჯული, თუ ის ყოველთვის მართალია ღმერთის სიტყვა, მნიშვნელობა არ აქვს ძვირფასებო მაშინ. ჩვენ რას ფიქრობთ? მთავარი ხმა ჩვენ ცხოვრებაში ყოველთვის უნდა იყოს ღმერთის სიტყვა. იაკობი მას სრულყოფილ რჯულს უწოდებს. ეს არ არის იმ რჯულის დაცვა, ეს არის ღვთის სიტყვა, რომელიც ჩვენთვის მცნებაა. და მინდა გითხრათ, რომ თუ შენ ცხოვრებაში ბიბლია იქნება დღევანდელ დღეს შენთვის სრულყოფილი რჯული და ბიბლიის იქით არ დაუწყებ შენ ძებნას, რაღაც ეთიკურ ნორმებს, თუ ბიბლიის იქით შენ არ დაიწყებ ძებნას სიმართლისას და ბიბლია შენთვის სრულყოფილი რჯული იქნება, მაშინ მინდა გითხრათ, რომ ის გახდება შენთვის თავისუფლების რჯული. იმიტომ რომ ღვთის სიტყვა განთავისუფლებს შენ ცოდვისგან, ღვთის სიტყვა განთავისუფლებს ყოველგვარი მონობისგან. ღმერთის სრულყოფილ რჯულში თუ იქნები გაწაფული და მის მცნებებს გაყვები შენ თავისუფალი ადამიანი იქნები. თავისუფლების სრულყოფილი რჯულის მიხედვით. ის სრულყოფილია, მაგრამ ის გვანიჭებს თავისუფლებას ჩვენ. რჯული და მცნება ჩვენ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან. მოციქული პავლე მცნების წინააღმდეგ არ მიდიოდა. ჩვენ როცა ხელმძღვანელობთ ძვირფასებო მორალურ და ეთიკურ ნორმებს, როცა ვახმიანებ, ჩვენ ხელმძღვანელობთ ძველი აღთქმის ზუსტად, რასაც ღმერთი უდგენდა ისრაელ ხალხს, იმ ნორმებს, რაც ეხებოდა სექსუალური ურთიერთობები იყო, თუცოდები იყო, კერპთაყვანისმლობა, ყოველდღიური ცხოვრება, რაც ეხებოდა ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებას, პატიოსნებას, სიწმინდეს, ეს ყველაფერი ძვირფასებო ახალ აღთქმაში კი არ გაუქმებულა. იესომ თქვა პირიქით, თქვენ გსმენიათ არ იბროშოთო, მაგრამ მე გეუბნებით თქვენ, რომ ვინც ნდომით უყურებს კაცს, რას ნიშნავს? ქრისტემ კი არ გააუქმა, ქრისტემ ფესვი, რომელიც იყო ადამიანის გულში, საიდანაც გამოდიოდა ეს ცოდვები, გარეგანი ცოდვები, შინაგან შეეხო უფალი და შინაგანად გვანთავისუფლებს ჩვენ ღმერთის სიტყვა.
ამიტომ ჩვენთვის ღმერთის სიტყვა ეს არის სრულყოფილი რჯული და თუ მას მივყვებით ჩვენ, ის თავისუფლების რჯულად ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ის გვანთავისუფლებს ჩვენ. ღმერთს დიდება და მადლობა. ამიტომ ჩვენ უნდა განვასხოვოთ რჯული და ცნება ერთმანეთისგან. ცნება არ გაუქმებულა. არ გაუქმებულა ძვირფასებო ის ნორმები, ის წესები, ის რაც ბიბლიური იყო, რაც ღმერთმა ჩადო თავის ერში და იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთმა უდიდესი რამე გააკეთა, ის გვანთავისუფლებს ჩვენ შინაგანად, გცვლის ჩვენ შინაგანად. ამიტომ ბიბლია ამბობს, რომ თქვენი თავები მოუტანეთ ღმერთს, ცოცხალ, წმინდა, სასურველ მსხვერპლად. ღმერთს დიდება ამისთვის. შეიძლება ყველამ თქვათ, რომ ბიბლია კარგი არის. ჩვენ გვჯერა ბიბლიის, მაგრამ კითხვები იცით რაში მდგომარეობს? მე ხო დარწმუნებული ვარ, რომ კითხვა არ დაგისვათ, რომ ყველას მოგწონთ ბიბლია, ბიბლია კარგია? თქვენ ყველა იტყვით, რომ კი, კარგი არის. მაგრამ რამდენი კითხულობს ყოველდღე ბიბლიას? შეიძლება თქვა, რა საჭიროა ყოველდღე ბიბლიის კითხვა? იცით რა საჭიროა ბიბლიის კითხვა? რამოდენიმე ფაქტორი არის იმისთვის პირველ რიგში, რომ გაიგო როგორ ფიქრობს ღმერთი. არ გაინტერესებს ის ღმერთი, რომელსაც შენ ემსახურები, როგორ ფიქრობს? არ გაინტერესებს ის ღმერთი, რომელსაც შენ ემსახურები და რომელსაც აღიარებს, როგორ აზროვნებს? თუ ამის გაგება გინდა, ნუ მოусმენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილებით ლაპარაკობენ, თავიანთი გრძნობებით ლაპარაკობენ, მაგრამ თუ გინდა გაიგო როგორ ფიქრობს ღმერთი, იკითხე ბიბლია. ასევე ძვირფასებო, რას ამართლებს ღმერთი და რას იწონებს ღმერთი? ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანი, ღმერთს ეს არ სიამოვნებს, ღმერთს ეს სიამოვნებს. ყველა ადამიანი შეიძლება საკუთარი გამოცდილებით და ლაპარაკობდეს, მაგრამ თუ შენ გინდა იცოდე რას იწონებს ღმერთი და რას არ იწონებს, იკითხე ბიბლია. რა სიამოვნებს ღმერთს? თუ გინდა გაიგო, ბიბლია ლაპარაკობს ამის შესახებ. რისი გაკეთება უნდა ღმერთს ამ ქვეყანაზე? რა არის ღმერთისთვის საინტერესო? ვის აკურთხებს, ვის იყენებს ღმერთი? რას ჯის ღმერთი? თუ ეს ყველაფერი გინდა იცოდე შენ უნდა იკითხო ბიბლია. შენ ყოველ დღე უნდა გქონდეს ბიბლიასთან საქმე. შეიძლება ეს არ იყოს საათობით, მაგრამ გარკვეული დრო გამოყავი, რომ შეისწავლოს მინდა წერილი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ წერილი. და როდესაც ჩვენი გონება განახლებული იქნება ღმერთის სიტყვით, ჩვენ ვიფიქრებთ ისე, როგორც ფიქრობს ღმერთი. ხვდებით? თუ ჩვენ გამუდმებულად შევისწავლეთ წმინდა წერილს, მაშინ ჩვენ ვიფიქრებთ ისე, როგორც ფიქრობს ღმერთი. ჩვენი განცდები იქნება ისეთივე არსებულ მოვლენებზე, როგორიც აქვს ღმერთს. იმიტომ რომ ჩვენი გონება განახლებულია მაშინ ღმერთის სიტყვის მიხედვით. მრავალი ადამიანი ისე ცდილობს შეიცნოს ღმერთის ნება, რომ არ გამოიყენოს თავისი გონება. მეორე რაზეც მინდა გავამახვილოთ ჩვენი ყურადღება. მოდით აი გადავხედოთ. ყველა ადამიანს უნდა რაღაცა ზებუნებრივი გაიგოს თავის ცხოვრებაზე. თუ გადავხედოთ ჩვენ ქვეყნიერებას, ადამიანები დღეს ვის მიმართავენ, რომ ხვალინდელი დღე გაიგონ, თავიანთი მომავალი გაიგონ. ესენი არიან ნათიმხილველები, ჰოროსკოპები. ისიც კი მინახია გაზეთების ჯიხურთან ჰოროსკოპებს როგორ ყიდულობენ ადამიანები და რიგიც რო ედგა და რა ხდება? კითხულობენ ამ ჰოროსკოპებს და თავის კვირას გეგმავენ მის მიხედვით. ადამიანი მიდრეკილი არის ზურფასებო, აი ამ ყველაფრისკენ. ამიტომ მათი ძალის ხმევა რომ გაიგონ მომავალი და ხვალინდელი დღე არის აქეთკენ მიმართული და მათ უნდათ რომ ასე გაიგონ ღმერთის ნება. ჩვენ შემთხვევაში დღეს როგორ არის? რაში არ უნდა დავემსგავსოთ ჩვენ ამ ადამიანებს? ჩვენ შემთხვევაში ასე ხდება რომ ჩვენ სულიწმიდით მონათლული ეკლესია ვართ. სულიწმიდით მონათლულ ეკლესიას მინდა ძალიან ფრთხილი ვიყო ამ საკითხში ახლა რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ რეალობა არის. სულიწმიდით მონათლულ ეკლესიას ამის საშიშროება აქვს. იმიტომ რომ ეკლესიაში მოქმედებს სულიერი ნიჭები. ეკლესიაში არის წინასწარმეტყველება, ეკლესიაში არის ზურფასებო სხვადასხვა სიტყვის ცოდნა, სიბრძნის სიტყვა და ასე შემდეგ, ხო? არის ეკლესიაში ეს ნიჭები და ადამიანები ეჩვევიან ხშირად ასეთ ტენდენცია არის ხოლმე რომ ადამიანებს რომელსაც არ უნდათ რომ გონება ძალა დაატანონ, ადვილია მათთვის მივიდნენ ადამიანთან, რომელიც მაგალითად წინასწარმეტყველური ნიჭით მოქმედებს, რომ აბა უფალი რა სიტყვის ჩემ შესახებ. ადამიანები ეჩვევიან იცით
ცუდი ამაში მე სულიწმიდის ნიჭის წინააღმდეგ არ ვლაპარაკობ, მე მგონი გამიგებთ. მე ვლაპარაკობ რის წინააღმდეგ? ადამიანებს, რომელსაც არ უნდა ძალა დაატანონ გონებას, რომელსაც არ უნდათ რომ იკითხონ ბიბლია, ღმერთის ნებას ჩაწვდნენ და ძალ დაუტანებლად ყოველგვარი შრომის გარეშე რა კარგია, მიხვიდი ადამიანთან და დადგება და გეტყვის, ასე ამბობს უფალი და გამოგიცხადა ნება. იცით, ხოცთუნებაში არიან ადამიანები. მოდი 45 წელი არის, რაც სულიწმიდით მონათლული ეკლესიის მწყემსი ვარ და მე თქვენ სულიწმიდით მონათლული ვარ. მინახია ჭეშმარიტი მოქმედებები და არასწორი მოქმედებები. ხშირად იცით რა ხდება? ადამიანები, რომლებიც არიან ამ ტენდენციით აღზრულები და მიდიან სულიერი ნიჭით მოქმედ ადამიანთან და მინახია რიგებიც ყოფილა იქ, რომ ყველას უნდა უთხრას თავისი. და იცით, თვითონ ნიჭი მოქმედი ადამიანის ხანდახან ცნულებაში ვარდება, რომ რაღაც ხომ უნდა უთხრას, ვინც მოვიდა. და ხშირად შეიძლება თუ არა სათანადო დონეზე იქნა და ფხიზლად არ იქნა, შეიძლება თავისი გულის ნაფიქრი, თავისი შინაგანი ადამიანურიდან გამომდინარე რაღაც უთხრას, რაღაც უსურვოს. ჩემო ზრფასებო, მე მინდა უპირველეს ყოვლისა გითხრათ, ღმერთი მოლაპარაკე ღმერთი არის. ღმერთი მოქმედებს წინასწარმეტყველური ნიჭით, ღმერთი მოქმედებს სიბრძნის სიტყვით, ცოდნის სიტყვით, გამოცხადებებით. რასაც ვკითხულობ ჩვენ, ეს ყველაფერი რეალური არის, მაგრამ სულიერი ზრდისთვის ჩემო ზრფასო ადამიანო რა გჭირდება შენ? ღმერთი მოლაპარაკე იცით როდის არის? იმ დროსაც კი არის მოლაპარაკე, როცა შენ არ გინდა რომ დაგელაპარაკოს. დავითი მე მგონი კომფორტში იყო, როცა შესწოდა ყველაფერმა ჩაიარა, დაფარა თავისი ცოდვა, შეიძლება ვთქვათ ასეთნაირად, მოწინააღმდეგე მოიშორა და აგრძელებს მეფობას. მას მე მგონი სულაც არ უნდოდა რომ თვითონ მისულიყო ნათან წინასწარმეტყველთან და მერწმუნეთ. არ ჩანს რომ დავითი ეძებდა ამ დროს ნათან წინასწარმეტყველთან მისვლას, მაგრამ როცა ღმერთს მისთვის რაღაცის თქმა უნდოდა, ნათან წინასწარმეტყველი გაგზავნა მასთან, რომელმაც ღმერთის სიტყვა მიიტანა და მან მოინანია. და მერწმუნეთ, როცა ღმერთს შენთვის რაღაცის თქმა უნდა, ღმერთი შენ თვითონ მოგაკითხავს, თვითონ გეტყვის შენ. მაგრამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ არ არიან ჩვენს ირგვლივ წინასწარმეტყველები იმ წუთში, თუ ამ დროს არ არის შენ გვერდით მწყემსი ან სხვა, რა უნდა გააკეთო შენ რიგით მომორწმუნემ რომ გაიგო ღმერთის ნება, განიახლე გონება, იკითხე ღმერთის სიტყვა. ცოცხალ ღმერთს დიდება, ღმერთის ნება ღმერთის სიტყვაში არის. ამ დროს გონება ზრფასებო ადამიანები ძალას არ ატანენ, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მორწმუნე ადამიანები უნდა იახლებდნენ გონებას. ადამიანები რატომღაც დღეს სულიწმიდით მონათლულ ეკლესიებში უფრო მეტი ყურადღება შეიძლება იყოს გამახვილებული სულიერი ნიჭები, რას გეტყვიან ადამიანები, მაგრამ შენს გონებას ძალა დაატანე. მოციქული პავლე ამბობს რომაელთა მიმართ პირველ თავს როცა ვკითხულობთ, რომ რადგან არ ცდილობდნენ გონებით ყოლოდათ ღმერთი, ცოდნით ყოლოდათ ღმერთი. რადგან ამას არ ცდილობდნენ, შემდეგ წაიკითხეთ რა წერია ჩემო ზრფასებო, ღმერთმა ისინი დაუშვებლის გასაკეთებლად გადასცა. ჩვენ ცოდნით უნდა გვყავდეს ღმერთი. გული ერთია. რა თქმა უნდა ჩემო ზრფასებო, ემოციები ერთია, მაგრამ ბიბლია მოგვიწოდებს ჩვენ რომ ჩვენი გონება უნდა იყოს განახლებული და ჩვენ ცოდნით უნდა ვიცოდეთ ღმერთი. ჩვენ უნდა ვკითხულობდეთ ბიბლიას. გონება ღმერთის შექმნილია ჩემო ზრფასებო. რატომ უნდა ღმერთს ჩვენი განახლებული გონება განახლდითო? განიახლეთ გონება, სხვა თარგმანში კიდევ არის გონების სულით განიახლეთ გონება, ეს არის ჩვენს გონებაში. ეს ის ადგილი არის, სადაც ხდება ზრფასებო გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენს გონებაში ხდება არჩევნის გაკეთება. ამიტომ შენი გონება რითი არის განახლებული? შენი გონება რას ექვემდებარება, რისი ზეგავლენის ქვეშ არის? დღეს გონებაზე ბრძოლა მიდის. მოდი ავიღოთ ნებისმიერი იდეა, რომლის მიმდევარის უნდა გახდე შენ, ამაზე მიდის მთელი პროპაგანდა, მასმედია, სოციალური ქსელები, ყველაფერი ეს იცით რა ხდება, რომ რაღაც გარკვეული ტენდენცია, იდეოლოგია მოგახვიონ თავზე. ნიშნულობა რა ცუდია თუ კარგი არის, ასე ხდება. გონების დაპყრობა ასე ხდება, ინფორმაციულად, რაც უფრო ხშირად მოისმენ, რაც უფრო ლამაზად მოგიტანენ, რაც უფრო შეფუთულად მოგიტანენ, რომ ადამიანი გონებაში ჩამოყალიბდეს იმ მიმართულებით. ჩემო ზრფასებო, ქვეყნიერება ცდილობს ჩვენი გონების დაპყრობას. ეშმაკი ცდილობს მორწმუნე ადამიანის გონების დაპყრობას. რითი უნდა შევეწინააღმდეგოთ ამას? უნდა შევეწინააღმდეგოთ ღმერთის სიტყვით, ამინ? და თუ წინასწარმეტყველებანიც კი, რომელზეც მოციქული პავლე ლაპარაკობს ისიც რას ამბობს, თუ ერთი წინასწარმეტყველებს სხვებმა განსაჯონ. რას ნიშნავს განსაჯონ?
იქ არიან ადამიანები, რომლებიც უნდა იჯდნენ და წერილის მიხედვით განსაჯონ ყველა წინასწარმეტყველება, ყველა გამოცხადება არის თუ არა ის წერილის მიხედვით. ისე კი არა გემოვნების მიხედვით გამსაჯოთ. ეხლა მე არ მომეწონა ამ ადამიანის წინასწარმეტყველება. კოტეს მოეწონა, გიას არ მოეწონა, ალეკოს მოეწონა. ამაზე არ არის. განჟამბიდის ღმერთის სიტყვის მიხედვით. რამდენად სწორია გამოთქმული სიტყვა და შეესაბამება წმინდა წერილს. ელემენტარული რაღაცა არის. მოდი რამდენ ჩვენთაგანს გვიჯერა რომ წმინდა წერილი ღვთისმსულის შთაგონებით არის დაწერილი, აწიეთ ხელი. რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანური გონებით დაწერილი. ბიბლიის მწერლებს ჩვენი ეკლესიის დოქტრინა ამას ამბობს, შთააგონებდა სულიწმინდა და ისინი წერდნენ იმას, რაც დღეს ჩვენთვის არის ღვთისშთაგონებული წმინდა წერილი. ამენ. ჩვენ ასე გვჯერა ეკლესიას. სახარების რწმენის ეკლესიას ჯერა ამ დოქტრინისა, რომ თლიანად ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, ეს არის ღვთისშთაგონებული წერილი და საბოლოო ავტორიტეტი. რამდენს გჯერათ ამისი? ღმერთს დიდება და მადლობა. ეხლა მინდა ერთი რამე გითხრათ. აქედან გამომდინარე თუ სულიწმინდა ავტორი და ავტორებს სულიწმინდა შთააგონებდა. სულიწმინდა შეუძლია დღეს თავის საწინააღმდეგოდ რაღაც ილაპარაკოს? ელემენტარული კითხვაა. ესე იგი რა არის, რომ ადამიანებმა შეიძლება განვიცადოთ ეს ცვლილება, როდესაც რაღაცა ვთქვი, აღარ მახსოვს და დღეს სხვანაირად ვთქვი. ადამიანებს გვახასიათებს და არც გამიკვირდება ადამიანისგან, იმიტომ რომ ცხოვრება გადის, შეიძლება რაღაცა ზეგავლენის ქვეშ იყავი, მაგრამ სულიწმინდა როგორიც იყო, ასეთი არის და ასეთად დარჩება. მან თქვა, მას ახსოვს და ის თავის სიტყვის წინააღმდეგ არ მიდის. რაც ბიბლიაში დაიწერა სპონტანურად არ დაწერილა, ეს ყველაფერი დაიწერა იმისთვის, რომ საუკუნების განმავლობაში ღმერთის მოიმედი ადამიანები სწავლობდნენ, იზრდებოდნენ, შენდებოდნენ ამ სიტყვიდან. ამინ. ეს არის შეშმარიტება. ამიტომ თუ შენ გინდა რომ მომწიფებული ქრისტიანი იყო და სულიერად იდგე, შენ უნდა განიახლო გონება ღმერთის სიტყვის მიხედვით. ღმერთის სიტყვა უნდა იყოს იარაღი შენს ხელში. ღმერთის სიტყვას უნდა ადევნებდე თვალყურს და სწავლობდე რას ამბობს უფალი. ღმერთს დიდება და მადლობა. მაგრამ თუ შენ არ გინდა შენს გონებას ძალა დაატანო, თუ შენ არ გინდა რომ ისწავლო ღმერთის სიტყვა, მაშინ იცოდე პრობლემები იქნება ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჩვენს გონებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს გონებაში ხდება ყველაფერი სანამ ის გარეთ გამოვა. სანამ სამზეოზე გავარო ვთქვათ, ყველაფერი ეს ხდება ადამიანის შინაგანში და გონებაში. ეს ის ადგილი არის გონება, საიდანაც იმართება ჩვენი შინაგანი და გარეგანი ცხოვრება. აქედან მოდის ყველაფერი შემოზრუფასება. ამიტომ როცა ჩვენს გონებას ყვებავს ღმერთის სიტყვა, მაშინ აღარ გვეჩვენება ჩვენ მაშინ ცხოვრებაში ბევრი რამე რთულად, რომელიც შეიძლება სხვა სიტუაციაში გეჩვენებოდეს. თუ შენს გონებას ღმერთის სიტყვა არ ყვებავს, შენთვის გარშემო შეიძლება ყველაფერი იყოს ძალიან რთული. მაგრამ თუ შენ გონებას ყვებავს ღმერთის სიტყვა, მაშინ შენ აღარ გეჩვენება ცხოვრება ისეთი რთული, შენ იცი როგორ მოიქცე სამსახურში, იცი როგორ მოიქცე ამ თუ იმ სიტუაციაში, იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა ჩვენი წინამძღოლი. ამიტომ შეგვიძლია ძვირფასებო ასეთ გონებას, რომელზეც ვლაპარაკობ მე, შეუძლია შეიცნოს ღმერთის ნება. იმიტომ რომ წერია, გარდაისახეთ თქვენი გონების განახლებით. რატო? რათა შეიგნოთ რა არის ღმერთის ნება. რათა შეიცნოთ. ღმერთის ნება რა არის? როცა ჩვენი გონება არის განახლებული ღმერთის სიტყვით, ჩვენ ვიცით ღმერთის ნება. არის ესეთი საკითხები შემდეგ წვრილმანი ცხოვრებაში, საშიც სულიწმინდა ადამიანებს გვასწავლის და მიგვითითებს. მაგრამ ყველა მითითება სულიწმინდისა ღმერთის სიტყვას ემთხვევა. ხანდახან ღმერთის სიტყვა შეიძლება კაფიოდ ვერ ვხედავ. მაგრამ როცა ადამიანი მისი გონება ახლდება და ამ პროცესში არის, იცით რა ხდება, სულიწმინდა მიუთითებს ადამიანებს. შემდეგ კითხულობ წმინდა წერილში და გიხარია, იმიტომ რომ სწორი გითხრა, სწორად აუღიალღო, სულიწმინდა გელაპარაკებოდა. სულიწმინდა მასწავლებელია ჩვენი, მის როლს ჩვენ არ გამოვრიცხავთ ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ სულიწმინდა გველაპარაკება თავისი სიტყვის მეშვეობით. ამიტომ გამტკიცეთ ღმერთის სიტყვაში. ამინ. ჰალელუია. როგორ ხდება გონების განახლება? რამოდენიმე საკითხი მოაყალიბებ და მოусმინოთ. გონების განახლება ეს არის პროცესი.
ეს არ ხდება, რა თქმა უნდა, ერთ წუთში და ერთ კვირაში და ერთ თვეში. ეს პროცესი არის, რომელიც ცვლის ჩვენ აზროვნებას, გულის სურვილებს და ცხოვრებას. და მოდი გავიგოთ რაღაცები კიდევ გონების განახლების შესახებ. შეგიძლიათ ჩამოაყალიბო რას ნიშნავს გონების განახლება? მე მარტო ტერმინი არ მინდა რომ დაიმახსოვროთ, გონება განვიახლოთ ჩვენ. გონების განახლება არის ძველი, ცოდვილი და ამაო აზროვნების შეცვლა ღვთიური აზროვნებით. ნახეთ რას ამბობს ფილიპელთა 2:5. ის ზრახვები იქონიეთო თქვენში, რაც ქრისტე იესოშია. ის ზრახვები იქონიეთ თქვენში. როცა ვლაპარაკობ ჩვენ თუ რას ნიშნავს გონების განახლება, მოკლედ უნდა ვიცოდეთ, ეს არის ძველი, ცოდვილი და ამაო აზროვნების შეცვლა ღვთიური აზროვნებით. ადრე აზროვნებდი ასე, ფიქრობდი ასე, წუთისოფლის ზეგავლენის ქვეშ იყავი შენ, როგორც ქვეყნიერება აზროვნებდა და საერთოდ აი მსოფლმხედველობას განაპირობებს რა? რომელ ოჯახში იზრდებოდი, რა გარემოში იზრდებოდი, რა საზოგადოებაში იზრდებოდი, რომელი რელიგიაც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. აქედან გამომდინარე ყალიბდება ადამიანის მსოფლმხედველობა, შეხედულება ცხოვრების მრავალ საკითხზე. შემდეგ ადამიანები მოდიან ღმერთთან. თუ შენ რომელიმე საკითხზე სწორად აზროვნებდი ბიბლიურად, რა თქმა უნდა, მას ცვლილება არ ჭირდება, ისედაც შეცვლილი გქონდა. მაგრამ ადამიანებს, როცა მოდიან ეკლესიაში, უწევთ შემდეგ ღვთის ნებაში ჩაწვდომა. არიან ადამიანები, რომლებსაც არ უნდათ ეს და ეკლესიაში როდესაც მოდიან, თავიანთი ტანსაცმლის შემოსვლა უნდათ ეკლესიაში. გახსოვთ საქორწინო ნადიმზე, როცა შევიდა იმიგავში წერია, მასპინძელი მეფე შევიდა და ნახა საქორწინო ტანსაცმელში არ იყო ჩაცმული ადამიანი და უთხრა, როგორ მოხდი აქ? როგორ მოხდა? თვითონ დაპატიჟა. სხვანაირად როგორ მოხდა? მაგრამ უყურეთ ზრფასებო აქ ერთ-ერთი სწორედ რო გავიგოთ, ეს არის რომ როცა მონარქები დიდ წვეულებას აწყობდნენ და ეპატიჟებოდნენ ხალხს, ხშირად სამოსელსაც უგზავნიდნენ შესაბამისად ჩაცმულები რო ყოფილიყვნენ. მას საქორწინო სამოსელი იქ რო შესულიყო, მიცემული ჰქონდა, მაგრამ მან არ ჩაიწვა. ჩვენ უფალი გვხდის ძველ სამოსელს, რომელიც არის ჩვენი ბინძური, ჭუჭყიანი ცხოვრება, აზროვნება და გვაცმებს ახალს. მაგრამ არიან ადამიანები, მოდიან ეკლესიაში, მაგრამ თავიანთი ძველი ცხოვრებით ყოფნა უნდათ ეკლესიაში. თავიანთი გაგებით ყოფნა უნდათ ეკლესიაში. ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ ეკლესიის შეცვლას. თქვენ ვერ შეცვლით ეკლესიას. ეკლესია ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები უნდა იცვლებოდნენ. და თუ ასეთი ადამიანები არიან, რომელსაც ცვლილებები არ უნდათ, მაპატიეთ, მაგრამ ცოტა ესეთი შედარება მინდა მოვიყვანო, რომ ალბათ ფარაში ჭრელი ცხარი რო გაერევა, ეს თვალდასანახია, ხო ასეა? უცბად ჩანს. ასე შეიძლება იყოს შენ ქრისტეს ფარაში ჭრელი ცხარივით, შენი აზროვნება ჭრელი არის, შენი ქცევები ჭრელია, შენი ცხოვრება ჭრელია, არ შეესაბამება ბიბლიურ ჭეშმარიტებებს. ამიტომ შემოძრფასებაა, შენ უნდა ჩაიცვა ის სამოსი, რომელსაც ქრისტე გთავაზობს. მისი სიმართლე, მისი ჭეშმარიტება. გონება უნდა განიახლო, ისე კი არა, როგორც შენ ფიქრობ და ხანდახან ადამიანებს აი შეპყრობილობის დონემდე აქვთ აკვიატებული რაღაცა აზრი, რაც არ უნდა უთხრა, მაინც თავის ჭკუაზე რჩება. არა ძრფასებო. ჩვენი გონება უნდა განახალდეს ღმერთის სიტყვის მიხედვით. ჩვენ უნდა ვიაზროვნოთ ღმერთის სიტყვის მიხედვით, იმიტომ რომ ბიბლია ამბობს, რომ ის ზრახვები იქონიეთ თქვენში, რომელიც იესოში იყო. და თუ წავიკითხავ კონტექსტში ამ ადგილს ჩვენ, მარტო ერთი მუხლით არ ვიმსჯელებთ, შეგიძლიათ ფილიპელთა მეორე თავიდან, შემდეგ მეხუთე მუხლის შემდეგ, მეექვსე და მე-11 მუხლის ჩათვლით წაიკითხოთ, სადაც წერია ძრფასებო, ის მახასიათებლები, თუ რა ზრახვები ქონდა იესო ქრისტეს. ჩანს რომ იესო ქრისტე თავდაბალი იყო. მან უარი თქვა თავის ღვთაებრივ უფლებებზე. ნახეთ, ველაპარაკება კონტექსტი ამის შესახებ. ქრისტე მორჩილი იყო, მამის ნებას დაემორჩილა იგი სრულიად. ქრისტე მოვიდა არასაკუთარი, არამედ
სურვილების აღსასრულებდა, არამედ მსახურებისთვის, სხვების მომსახურებოდა, სხვის საკეთილ დღეო, დაინდაბლა თავი, მონის სახე მიიღო და სიკვდილამდე მორჩილი იყო თავგანწირვა. როცა ამას ვკითხულობთ, ჩვენ აქედან უნდა ვისწავლოთ ძვირფასებო, რომ პრაქტიკულად რაღაცეები უნდა გამოვლინდეს ჩვენ ცხოვრებაში თუ იგივე ზრახვებია შენში, რომელიც იესოში იყო. პრაქტიკულად შეიძლება ამ დროს გამოვლინდეს შენ ცხოვრებაში, რომ სხვების ინტერესს უფრო წინ აყენებ, ვიდრე შენ საკუთარ ინტერესს. მსახურების სულით ცხოვრობ, რომ ემსახურო და არა გემსახურონ შენ. თავდაბლობის გამოვლენა შეგიძლია ცხოვრებაში, იმიტომ რომ იესო ქრისტე თავდაბალი იყო. სიყვარულით მოქმედება შეგიძლია, იმიტომ რომ იესომ სიყვარულით გასცა თავი. მან არ ჩათვალაო. რაღაცა პრივილეგიად რომ ღმერთის ძის ამპლუაში ყოფნა, მაგრამ თავი დაინდაბლა, მონის სახე მიიღო და თვით სიკვდილამდე მორჩილებაში იყო. და მეხუთე მუხლი ამბობს, იგივე ზრახვები გონიათ თქვენში, რაც ქრისტე იესოში არის. ამენ. აი ამიტომ ძვირფასებო, ამას ნიშნავს გონების განახლება. შეიცვალო შენი ძველი შეხედულებები, შენი ძველი აზროვნება, შენი ძველი მსოფლმხედველობა, აზროვნების სტილი. ღმერთის სიტყვამ უნდა ჩაანაცვლოს ეს ყველაფერი შენს გონებაში და ცხოვრებაში. თუ გესმოდა ასე, დღეს გესმის ასე. ამინ. და ნუ ესწრებით, ნუ რავინ. ეკლესიაში ქვეყნიერება შემოიტანოთ. ნუ ესწრებით, ნუ რავინ, რომ თქვენი ცხოვრების სტილი დაამკვიდროთ ეკლესიაში. ნუ ეცდებით რომ ეკლესია შეცვალოთ. მასე იცით რა არის? აი ჩემთვის მაგალითად ნიშანი არის. რატო არის რომ ჰომოსექსუალი წყვილები ცდილობენ რომ ეკლესიებში იკურთხონ? ჩვენთან ეს ტენდენცია ჯერ არ შეიმჩნევა ასე დაჟინებით, მაგრამ არის უფრო ლიბერალურ საზოგადოებაში. და იცით რომ ფიქრობთ რომ რატომ? ვინ გიშლის თუ ასეთი ცხოვრება გინდა წაიდ და იყავი, გინდა ცოლქვარი იყავით და რაც გინდა ის გააკეთეთ. არა, ეკლესიაში უნდა იკურთხონ. რატომ? ეშმაკს უნდა ეკლესია შეცვალოს. ეშმაკს უნდა ეკლესიაში ეს ტენდენცია დაამკვიდროს, რომ ქალი არ არის და კაცი არ არის, რომ თვითონ ირჩევს ადამიანი ამას. მაგრამ ქვეყნიერება ეკლესიას ვერ შეცვლის. ზუსტად ეს ტენდენციაა. იმიტომ იბრძვიან, რომ ეს შემოიტანონ ეკლესიაში და ეკლესიის მსახურის მიერ მოხდეს კურთხევა, რომ ეკლესია გაბინძურდეს ამით. ამიტომ შემოძვრფასებო, ეკლესიაში მოსულელ ადამიანებს ყველას მინდა უთხრა. მე ასეთ ადამიანებზე არ მაქვს ლაპარაკი, ცხადად ჩანს ხოლმე, მაგრამ ჩვენი წვრილმანი ცხოვრებიდან გამომდინარე, ჩვენი ცხოვრების სტილიდან ნუ ეცდები იმას, შენ თავზე მოირგო ეკლესია, შენ თავზე მოირგო ბიბლია, მაგრამ შენ უნდა იცოდე, ეკლესია ის ადგილია, სადაც ღვთისნებაა გაცხადებული. ეკლესია ის ადგილია, სადაც ღმერთის სიტყვა იქადაგება. ეკლესია ის ადგილია, სადაც შენი გონება უნდა ნახლდებოდეს და შენ უნდა იცვლებოდე. ღმერთის სიტყვას უნდა მისცე უფლება შეგცვალოს. და ეკლესიას უნდა ენდო იმაში, იმიტომ რომ ეკლესია დღეს ამ ქვეყანაზე ბიბლია ამბობს ჭეშმარიტების საყრდენი არის. მე იმ ეკლესიებზე არ ვლაპარაკობ, ვინც ღმერთის სიტყვას გადაუხვევს, ვინც ღმერთის სიტყვაში დგას, ის არის საყრდენი ჭეშმარიტებისა. სვეტი ჭეშმარიტებისა და შენ უნდა იცხოვრო ამაში. ეკლესია და ეკლესიური საზოგადოება და მასთან ურთიერთობა შენ დაგეხმარება აზროვნების შეცვლაში. მაგრამ ღვთის სიტყვა, რომელიც ცვლის ჩვენს აზროვნებას. ამინ. დიდება უფალს ამისთვის. რატომ არის ეს აუცილებელი? შეიძლება ვთქვათ, რომ ძმაო, ასეთი მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი გონება განახლებული იყოს. დიახ, ზურფასებო. პირველ რიგში იმიტომ არის აუცილებელი გონების განახლება, რომ ცოდვა აბინძურებს ადამიანის ცხოვრებას და აზროვნებას. გონების შეცვლა ადამიანის სჭირდება, რომ იაზროვნოს სწორედ და განშორებული იყოს ცოდვისგან, იმიტომ რომ ცოდვა აბინძურებს ადამიანის აზროვნებას. გონებაში იკვეთება ჩვენი ძველი და ახალი ბუნება. გონებაში ხდება ძვირფასებო არჩევნის გაკეთება, გონებაში ხდება გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ ჩვენ ავწყვიტავთ დღეს. ხშირად არის ხოლმე რომ ეკლესიაში როცა გესმით ხუქსმენიათ, რომ პატიება რა არის არჩევანი. სიყვარული რა არის არჩევანი. ბევრი რაღაც ეს არჩევანია. მე არ შემიძლია ვაპატიო იძახი.
არჩევანია, პატიება, შენ უნდა აირჩიო პატიება. და ეს ხდება გონებაში. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გონებაში ვწყვიტავთ ჩვენ, გამოვხატოთ ჩვენი ახალი ბუნება სიწმინდეში, თუ ჩვენი ხორციელი ძველი ბუნება გამოვლინდეს უწმინდურებაში. ჩვენი სულები, როცა ადამიანი ინანიებს, მაღლიდან შობილი ხდება. ჩვენ გადარჩენილი ადამიანები ვართ. მაგრამ უყურეთ რა ხდება, ჩვენი სხეული გამოუსყიდველია ჯერ. ჩვენი გონება თუ არ განახლდა, აი აქ ხდება დაჯახება იმ ძველისა და ახლისა. აი აქ ვწყვიტავთ ჩვენ გონებაში. ახალი ბუნება თავის სიწმინდეში გამოვლინდება ჩვენ ცხოვრებაში, თუ ძველი ბუნება თავის უწმინდურებაში. ამიტომ მნიშვნელოვანია განახლებული იყოს ჩვენი გონება. განახლებული გონება. თუ არა და ზოგიერთები ხო უკვე დამონებული არიან ქვეყნიურ აზროვნებას. მერე რა მოხდა? მერე რა? მათ შეუძლია მერე რა თქვან რუშობაზე, მერე რა თქვან ოჯახის დანგრევაზე, მერე რა თქვან ნებისმიერ რაღაცაზე. მერე რა? ერთხელ მახსოვს ადამიანი, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესიის წევრი არ არის, კარგახანია წლებია, მაგრამ როცა გავიგე რომ ცოდვაში იყო ჩავარდნილი, ყავდა საყვარელი და როცა გავიგე ეს და დაველაპარაკე მას, იცით რა მითხრა? რატომ არის ეს ცოდვაო, საწერიაო? თქვენ წარმოიდგინეთ, ქადაგებელი კაცი იმდენად აღმაშფოთა უცბად აი ამ ნათქვამმა, რომ ვიღაც გეკითხება, რომ რუშობა და სხვისი ქმრის წართმევა რატოა ცოდვა და საწერია, ყველა ადგილი დამოვიწყდა ბიბლიიდან უსმოთ. სანამ აზერზე მოვედი. აზერზე რომ მოვედი კი უპასუხე, მაგრამ არა, მერე რაო, მისთვის მისი გონება არ იყო განახლებული. აბა გონება განახლებული ყოფილიყო, გონება განახლებული ადამიანი ცრებლით დადგებოდა ღმერთის წინაშე და იტყოდა ძმაო გეთანხმები, ეს ცოდვა, ეს დანაშაულია, ილოცე რომ ღმერთმა მომცეს ზალა. აი აქ გადაწყვეტდა გონებაში და ამ არჩევანს, რასაც გონებაში წყვეტავ, უფალი პატივს სცემს, სულიწმინდა გეხმარება, სულიწმინდა მადლს განიჭებს, ზალას გაძლევს და იმარჯვებს შენ. ამინ. ეფესელთა 4 თავის 22-24 მუხლები გველაპარაკება. რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება. ვის ელაპარაკება ამას? ახლებს კი არ ელაპარაკება. ცოდვილ ხალხს კი არ ელაპარაკება. ეკლესიაში მყოფ ადამიანებს ელაპარაკება. ეფესოს ეკლესიას ელაპარაკება და ეკლესია ალბათ ვიცით რომ ეს მაღლიდან შობილი ადამიანები არიან. დანახეთ რასეულება მაღლიდან შობილ ადამიანებს და მათ შორის ჩვენც. რათა განიშოროთ ძველი კაცის წინანდელი ცხოვრება, მასტური გულისწყმებით რომ იხსნება და განიახლოთ თქვენი გონება სულით და შეიმოსეთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმინდეში. აი ამ ახალი კაცით უნდა შევიმოსოთ ჩვენ, მაგრამ მანამდე წმინდა წერილი ამბობს, რომ ჩვენი განიახლეთ თქვენი გონება სულით. უარყავით ძველი კაცის საქმეები, ამით ნუღარ შეიმოსები. ეს იცით რა გამოდის, რომ აი შენ ახლა მაცვია კარგად სუფთად მაგალითად წავიდე ახლა მე გავიხადო ეს ყველაფერი ჩავიცვა ბინძური ჭუჭყიანი ტანსაცმელი და გამოგეცხადოთ ამ ტანსაცმლით მე ის ძველი ჩავიცვა რომელიც გადაგდებული მქონდა რომელიც საზოგადოებაში გამოსაჩენი არ იყო ეს ტანსაცმელი ეს გავიხადო ის ჩავიცვა და მოვიდე ასე ბიბლია ამბობს რომ განიშორეთ ძველი რომელიც იყო მაცტური გულისწყმებით, რომელიც იხსნება. თქვენი გონება სულით განიახლეთ და შეიმოსეთ რითი. ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ ჭეშმარიტებით სიმართლისა და სიწმინდით. ამინ. შეიმოსე. მოიშორე ძველი. აი როგორც ტანსაცმელს ძვერს ბინძურს იშორებ, ის არ არის იმ საზოგადოებაში ჩასაცმელი. არ შეესაბამება ამ ნორმებს. იმას იშორებ და იცნებს სუფთა და ახალს. ეს არის ჩვენი განახლებული გონება. იცხოვრე ახალი ცხოვრებით. იაზროვნე ახალი აზროვნებით. იქ და შენ ცხოვრებაში ყოველთვის ეცადე, რომ შენს გონებაში მეტი ადგილი, უფრო მეტი ადგილი
და კიდევ უფრო მეტი ადგილი კონდეს ღმერთის სიტყვას. ჰალელუია. პრაქტიკულად ეს ხდება ასე, ჩემო ძრფასო ძმაო და დებო. პირველი რაც უნდა გააკეთო, ეს ერთხელ და ორჯერ არ მოგისმენიათ, მაგრამ მინდა კიდევ შეგახსენოთ. ჩვენი გონება ვყვებოდ ღმერთის სიტყვით. იმიტომ რომ ბიბლია ამბობს 118 ფსალმუნის 105 მუხლი, ლამპარია ჩემი ფერთათვის შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკებისთვის. ღმერთის სიტყვა შედარებული არის ლამპარს და სინათლეს. როცა ღამე მიდიხარ, გჭირდება შენ სინათლე და უფალი ამბობს. დავითი ამბობდა, შენი სიტყვაო ლამპარია ჩემი ფერთათვის. შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკებისთვის. ჩვენ გვჭირდება ცხოვრებაში ნათელში სიარული, სწორი გზით სიარული. და ეს რომ უზრუნველყოფილი იყოს შენ ცხოვრებაში, ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ ეს მისი სიტყვა ლამპარი და სინათლე. ამინ. მოდი ყველა ვთქვათ, მისი სიტყვა ლამპარი და სინათლეა. ჰალელუია. ამიტომ როცა რამეს ლაპარაკობ, დაუფიქრდი, შენი სიტყვა შეზავებულია მადლით. შენ სიტყვას, რომელიც შენი ბაგეებიდან გამოდის, სარგებელი მოაქვს. შეიძლება ეს იყოს რფასება. ნიშნულობა არ აქვს მამაკაცია თუ ქალი არის. როცა შენ ლაპარაკობ რამეს, შენი განახლებული გონება კარნახობს, რომ არ უნდა იჭორაოს ხვაზე, არ უნდა დაწყევლო, არ უნდა დაგმოუშვერი სიტყვა არ უნდა გამოვიდეს შენი პირიდან, არასწორი არ უნდა ილაპარაკო და ასე შემდეგ. აი აქ ღებულობ გადაწყვეტილებას. არ ქონიათ ასეთი შემთხვევა? მე მქონია შინაგანად რაღაც უნდა ვთქვა და თითქოს შიგნით რაღაც არის ანთებული, არა თქვა. მithქვია და მინანია. იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა რომ ეს მეთქვა. მაგრამ როცა დაუმორჩილებული ვარ, სიხარულით აივსო გული, იმიტომ რომ ის არ უნდა გამოსულიყო ჩემი ბაგიდან. ის არ უნდა მეთქვა. ადამიანებს ხო ჩვევია, სიმართლეს ვლაპარაკობ მე ძმაო. სიმართლე აღარ არის, როცა ზურგს უკან ლაპარაკობ. სიმართლე აღარ არის, როცა სხვასთან განჯი. სიმართლის ლაპარაკი ჩვენ ასე გვესმის. თუმცა სიმართლე მინდა უთხრა ჩემ ძმას, მივალ და სადღაც კუთხეში კი არ ვიტყვი, მასთან ვიტყვი. ძმაო, სიმართლე მინდა გითხრა, რასაც მე ვხედავ. ეს სიმართლეა, ეს მოსულა მეგობრებში, ოჯახში. ეს მოსული არის ეკლესიაში, დაძმებში. თუ რაღაცას ვხედავთ, რომ ერთმანეთს მოუფრთხილდეთ და ერთმანეთის დამცველები ვიყოთ, ჩვენ გვჭირდება კიდე სამის გაკეთება, მაგრამ არა სადღაცას ლაპარაკი. ამას განახლებული გონება აკეთებს. თუ შენ ქვეყნიერი ჭორიკანა ქალივით იქნები, მაშინ შენი გონება ასეა მოწყობილი და შენთვის ჩვეულებრივია ეს. გულიც არ გაგასამართლებს, ისე ილაპარაკებს სხვაზე. იმიტომ რომ შენი გონება ასე მოწყობილი. ამიტომ შემოძვირთვასო, მოდი ლამპარი და სინათლე იყოს ღმერთის სიტყვა. იესოს თვითონ ამბობდა, განწმიდე ისინიო ჭეშმარიტებით და შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება. ღმერთის სიტყვაში არის ძალა, რომელიც გვწმენს ჩვენ ზრფასებო. იმიტომ რომ ის ჭეშმარიტება არის. ღმერთის სიტყვა ჭეშმარიტებაა და ბიბლია ჩვენ გველაპარაკება, რომ შეიცანით ჭეშმარიტება და ის გაგანთავისუფლებთ თქვენ. როცა ვლაპარაკობ ზრფასებო, რომ ყვებოთ ღმერთის სიტყვით, ჩვენი გონება ეს ნიშნავს, რომ ყოველდღე იკითხე ბიბლია. და იფიქრე წაკითხულზე, მარტო კი არ იკითხო, იფიქრე წაკითხულზე. რამდენს წაიკითხავ, ჩვენ ამას ვერ დაგიდგენთ. ყველა ადამიანს თავისი გრაფიკი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ყოველდღე იკითხე ბიბლია. ჩასვდი, აი ამ წაკითხულზე იფიქრე, ჩასვდი ღმერთის აზრებს და შემდეგ შენი ძველი შეხედულება შეცვალე ამ ახალით, რომელიც ღმერთის სიტყვა არის. გააცნობიერე ეს. ღმერთის სიტყვას, როდესაც კითხულობ, იქ ღმერთის თანდასრებაა. დამერწმუნეთ ზრფასებო, ვინც ღმერთის სიტყვას სისტემატურად კითხულობს, გეტყვით, რომ იმ დროს იქ ღმერთის თანდასრებაა.
ისე კი არ არის რომ ზიხარ და რომელიღაც გასართობ რომანს კითხულობ. იქ შენ ღმერთის სიტყვას კითხულობ და იქ ღმერთისთან დასწრება. როცა კიდევაც ილოცებ და ეტყვი უფალო, გამიხსენი შენი სიტყვა ჭეშმარიტება არის. აი ამ წყურვალი გულით მიუჯდები იქ ღმერთისთან დასწრება. იქ შენ კითხულობ. და როცა გონება ნათდება და ხვდები და ეს ხდება, გამოცხადება მოდის. ზეციდან მოდის ძვირფასებო შთაგონება, გონების განათება. და შენ აი ამ სიტყვის მნიშვნელობას, რომელსაც კითხულობ, გეხსნება რაღაცნაირად უფრო ღრმად. და როცა ეს გაგეხსნება, შენი გონება შეცვალე. თუ ფიქრობდი ასე და დღეს ღმერთის სიტყვამ ასე გაანათა შენი გონება, უარყავი ის ძველი და თქვი უფალო, მე ვღებულობ ამ ახალ აზრს. მე ვღებულობ ამ განახლებულ აზრს ჩემს გონებაში. სულოცმინდავ, შენ დამეხმარე. იქ ღვთისთან დასწრება. ნუ გონიათ ეს უბრალოდ რაღაც სერიალი რიტუალია. შეიძლება თავი და რიტუალით დაიწყო. შეიძლება შენ თავს აიძულო, დიდი სიამოვნება არ განიცადო. მაგრამ იცოდე ეს საჭიროა. ეს საჭიროა. ავადმყოფ ადამიანს ხშირად ეგ მიეუნება ჭამე. საჭმელი უნდა შეჭამო, მისი ავადმყოფი ბუნება, გული არ თხოვლობს საჭმელს, ეზიზღება საჭმელი, არის ავადმყოფობა, მაგრამ მისთვის საჭიროა და როცა ამას არ ასრულებს, კვდება. მაგრამ როცა ამას ასრულებს, იძულებით ასრულებს, დაიწყო ჭამა და ის საჭმელი ისე უკანა მოდის, მაგრამ ექიმმა უთხრა, უნდა შეჭამო, ეს საჭიროა, ამუშავდე შენი კუჭნაწლავი. გადის დრო და სიამოვნებით ღებულობს ამ ყველაფერს. ასე არის ღმერთის სიტყვაც. მიუჩვეველი ადამიანისთვის შეიძლება ეს რთული იყოს, მაგრამ როცა ყოველდღიურად პრაქტიკაში ატარებ, სასიამოვნო საქმიანობა ხდება შენ ცხოვრებაში, რომ ღმერთის სიტყვა წაიკითხო, იმიტომ რომ ღმერთისთან დასწრება. მარტო ლოცვაში კი არ არის ღმერთისთან დასწრება. ხშირად მის სიტყვას რო კითხულობ, უფრო დიდი თან დასწრება არის, რომელიც შემდეგ ლოცვაში გრძელდება. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. დაატანე შენს გონებას ზალა. განიახლე გონება, ჰალელუია. და ეს ბიბლიური პრინციპები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენე. მეორე, ჩვენი გონება, როგორც პირველი ვთქვით, რომ რაც ანახლებს ჩვენს გონებას, ეს არის ღმერთის სიტყვასთან მოზიარეობა, ასე განიახლე გონება ლოცვითა და სულიწმინდის დახმარებით. ეფესელთა 6:18 გვეუბნება, ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ, მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმინდასთვის. ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ. ხოლო ნუგეშის სემელი იოანეს 14:26 ხოლო ნუგეშის სემელი სულიწმინდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მithქვავს. ლოცვა ჩვენ გვაკავშირებს ზურფასებო ღმერთთან და გვეხმარება სულიერ განახლებაში. ამ დროს სულიწმინდა მოქმედებს ჩვენში და ჩვენს აზროვნებას ცვლის. წარმოიდგინეთ, პირველი ღმერთის სიტყვასთან მოზიარეობა, ლოცვა და სულიწმინდის დახმარება შენ ცხოვრებაში. ეს ყველაფერი ცვლის შენს აზროვნებას. გონების განახლება, მე ამას გელაპარაკებით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ჩვენი ძალისხმევის ნაყოფი მარტო. როცა ჩვენ სულიწმინდის როლს ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ სულიწმინდის დახმარების გარეშე ეს არ ხდება. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ზრფასებო ლოცვას ჩვენ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვილოცოთ ყოველთვის და გვესმოდეს, რომ არ არის ჩვენი ძალისხმევის ნაყოფი. ეს არის ღვთიური ძალის მოქმედება ჩვენში. რატომ? იმიტომ რომ მოციქული პავლე ამბობს მეორე კორინთელთა 10:4-ში. ვინაიდან ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის. არამედ ღვთის ძალაა, რათა დავანგრიოთ სიმაგრეები. ის სიმაგრეები, რომელიც შენშია. ბიბლია იცით რას უწოდებს სიმაგრეს? ადამიანის ქვეცნობიერში ჩალექილი ძველი აზროვნება, ძველი ფიქრები, ძველი შეხედულებები, ძველი მეთოდები. გონებით განუახლებელი ადამიანები, როცა პრობლემაში ვარდებიან დღეს, მოქმედებენ ძველი გამოცდილებით, იმიტომ რომ გონებაში მაშინვე ეს ამოტივტივდება,
როგორ ძველად აგვარებდი ამ საქმეებს. მაგრამ უყურეთ შემოძვრფასებო, ბიბლია მას სიმაგრეებს უწოდებს. მაგრამ როგორც მოციქული პავლე ამბობს, ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის. ჩვენი საბრძოლო იარაღი სულიერია, ეს ღმერთის ძალაა, რომ ეს სიმაგრეები დაანგრიოს. სულიწმინდა ეს არის ჩვენ ცხოვრებაში ნუგეშუცემელი წარმოგზავნილი, რომელიც გვაძლევს ძალას და რომელიც გვეხმარება, რომ ჩვენში ეს სიმაგრეები დაინგრეს. სიტყვით, ლოცვითა და მასთან მუზიარეობით. ღმერთს დიდება და მადლობა. ჩვენ უნდა უარყოთ შემოძვრფასებო ძველი აზროვნება. და შემდეგ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის. ღმერთის ნების პრაქტიკაში აღსრულება. მარტო კითხვა არა, მაგრამ ღმერთის ნების პრაქტიკაში აღსრულება. იმიტომ რომ წერია, კიდევ იაკობის წერილს მოვიშველიე პირველი თავის 21 და 22 მუხლები. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას ელაპარაკება ეკლესიას. ამას არ ელაპარაკება ახალმოსულ ადამიანებს, ურწმუნო ადამიანებს ქუჩაში, მაგრამ ელაპარაკება მაღლიდან შობილ ადამიანებს. ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად. ამინ. ღმერთი მოსჩილებას ითხოვს ადამიანებისგან დღეს. თუ ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ უნდა ვაპატიოთ, რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვაპატიოთ. თუ ღმერთის სიტყვა გვეუბნება, რომ უნდა შევიყვაროთ მტრები, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ შევიყვაროთ. თუ ბიბლია გვეუბნება, რომ უნდა ვიყოთ მოწყალენი, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს და ასე შემდეგ. ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რაღაც ხდება. თუ ბიბლია გეუბნება ამას, ეს ნიშნავს შენ ცხოვრებაში ერთ რამეს. ასე უნდა გააკეთო შენ. ამინ. ბიბლია ერთ-ერთი ვარიანტი არ არის ჩვენი ცხოვრებისა. ის ერთადერთი ვარიანტია ჩვენი ცხოვრებისა. ეს უნდა დავიმახსოვროთ ჩვენ, ჩავიბეჭდოთ ჩვენს გონებაში, რომ ბიბლია ეს არის ერთადერთი ვარიანტი ჩვენ ცხოვრებაში და არა სათადარიგო. როცა ყველაფერს მოსინჯავ მე მიადგები ბიბლიას, ბიბლია რაღაც ამბობს. ასე მოეკეცი სხვა წიგნებს. მაგრამ ბიბლია ერთადერთი ვარიანტია ჩვენი ცხოვრებისა. ასე უნდა მივიღოთ ის და თუ ბიბლია ამბობს პრაქტიკულად ჩვენ ცხოვრებაში, შეიძლება არ შეგიძლია, შეიძლება ძალა არ აყოფნის. ამას ეს ცალკე თემა არის. მაგრამ შენი რეაქცია უნდა იყოს ყოველთვის რა? შენი გონება განახლებულია თანხმება მას და ის პრაქტიკაში ატარებს ამას. და პრაქტიკაში გატარებაში გეხმარება სულიწმინდა. ამინ. ცოცხალებს დიდება და მადლობა. ბოლოში მე მინდა გითხრათ, რომ გონების განახლება ნიშნავს მოკლე შეჯამება რო გავუკეთოთ ჩვენ ამას. ძველი, ცოდვილი აზროვნების შეცვლას ღვთის ჭეშმარიტებით. შენი ძველი, ცოდვილი აზროვნება ღმერთის ჭეშმარიტებით უნდა შეიცვალო. სხვა ვარიანტი არ არსებობს. მერე რა, მე ასე მესმის და შენ ასე გესმის, შეიძლება გქონდეს ძალიან ისეთ მეორე ხარისხოვან საკითხებში. მაგრამ რაც ფასეულობებია, რაც ღირებულებებია და რაც დოქტრინებია, არ არსებობს ჩემი აზრი და შენი აზრი. იქ ბიბლია უალტერნატივო არის. ეს ხდება, როგორც უკვე ვთქვით, ჩვენ ღვთის სიტყვის, ლოცვის, სულიწმინდის და მორჩილების მეშვეობით. ჩვენ უნდა უარყოთ ძველი აზრები და მივიღოთ ბიბლიური ჭეშმარიტება. გონების განახლების შედეგად ჩვენში ხდება ღმერთის ნების გაცნობიერება, როდესაც ვასრულებთ მის ნებასურველს. ღმერთის ნების გაცნობიერება განახლებული გონების მეშვეობით მოდის ადამიანის ცხოვრებაში. და თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ადამიანი ამ მიმართულებას გაყვება, წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემებს აირიდებს თავიდან. რამდენ გაუგებრობებს აირიდებს თავიდან ცხოვრებაში. მისი ცხოვრება იქნება ღვთის ნებით წარმართული. ამ ღვთის ნებით წარმართულ ცხოვრებაში შეხვდება სიზნელეები.
შეხვდება წინააღმდეგობები, მაგრამ ამასაც ღვთისნებით და მისი სიტყვით გადაალახავს ადამიანი ცხოვრებაში. ეს არის შემოძვრფასებო ჩვენი ცხოვრება, ეს ბრძოლა არის ჩვენ ცხოვრებაში. სანამ ამ სხეულში ვცხოვრობ ჩვენ, ეს სხეული გამოუსყიდველი არის. ამ სხეულს ახსოვს ყველა ცოდვა, დალექილი არის ყველაფერი, რაშიც ცხოვრობდი შენ, მაგრამ ბიბლია გვეუბნება, რომ ეს სხეული დღეს უნდა ექვემდებარებოდეს და ემორჩილებოდეს სულს, იმიტომ რომ ეს ღვთის სულის სამკვიდრებელი არის. და ჩვენ უნდა განვიახლოთ ჩვენი გონება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, აი ამ ბრძოლაში, რომელსაც სულსა და ხორცს შორის ქვია ბრძოლა, ჩვენ გამარჯვებულები გამოვდივართ. იმიტომ რომ ჩვენში დანგრეულია სიმაგრეები, ღვთის სულთან მოზიაროობაში ვიმყოფებით ჩვენ და ღმერთის სული ავლენს თავის წყალობასა და მადლს ჩვენ ცხოვრებაში. ამინ.